ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ევერსვალდის უმაღლეს სასწავლებელს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი სადანმანათლებლო პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია ბათუმის უნივერსიტეტში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. თამარ დიასამიძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში უნივერსიტეტიდან. თამარ, კონკრეტულად რა თანამშრომლობაზეა საუბარი? დიახ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ქართული მხრიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალიოშა ბაკურიძემ და გერმანიის უმაღლესი სასწავლებლის პრეზიდენტმა ვილჰელმ ვარსონმა მოაწერეს ხელი. ეს არის ხელშეკრულება, რომელიც ორ ქვეყანასა და ორ უმაღლეს სასწავლებელს შორის ურთიერთთანამშრომლობასა და სამამულო ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში, როგორც ბაკალავრებისთვის, მაგისტრანტებისთვის, ასევე დოქტორანტებისა და პროფესორ მასწავლებლებისთვის განხორციელდება გასვლითი პროგრამები და იგეგმება სემინარები და ჩატარდება კონფერენციები. მე შეგახსენებთ, რომ გერმანიის დელეგაცია ბათუმში საპასუხო ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, როგორც ცნობილია 2011 წლის თებერვალში ბათუმის დელეგაცია იმყოფებოდა ებერსვალდეს უმაღლეს სასწავლებელში და იქ დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა. ბათუმის უნივერსიტეტში ჩვენი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ თებერვალში ბათუმის დელეგაციასთან ერთად გერმანიაში დავუყენეთ თანამშრომლობა და უხარული ვარ, რომ დღეს ბათუმში მას კონკრეტული სახე მიეცა. მემორანდუმი იქნება ორ უმაღლეს სასწავლებელს შორის სამომავლო აქტიური თანამშრომლობის გარანტი და ეს პროცესი დღეიდან უკვე დაიწყო. ბათუმის უნივერსიტეტის რექტორმა გერმანელ კოლეგებს ბათუმის უნივერსიტეტის სასწავლო პროცესი გააცნო. მემორანდუმის ფარგლებში ბათუმის უნივერსიტეტში ჩამოვა გერმანიის უმაღლესი სასწავლებლის ექსპერტი ტურიზმის დარგში და სტუდენტებისთვის სპეციალურ ლექციებს წაიკითხავს. მე შეგახსენებთ, რომ ბათუმის უნივერსიტეტმა წელს პირველად გამოაცხადა მიღება სტუდენტთა ტურიზმის ფაკულტეტზე და მინდა გითხრათ, რომ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის ბათუმის უნივერსიტეტი პირველია ტურიზმის სფეროში მოთხოვნად უნივერსიტეტებს შორის. საქართველოს ტურიზმის სფეროში დიდი პოტენციალი აქვს. ჩემთვის ცნობილია, რომ ბათუმი ბოლო პერიოდში მზარდი პროგრესიით ვითარდება და ტურისტების დაინტერესებაც მატულობს. მე მზად ვარ ქართულ სტუდენტებს გერმანიის ტურიზმის სფეროში გამოცდილება გაუზიარო. ვფიქრობ, რომ მათი გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის აუცილებელია და ჩვენ დაგვეხმარება მომავალი კვალიფიციური სპეციალისტების მომზადების საქმეში. გერმანიის დელეგაცია ბათუმში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეს და ქალაქ ბათუმის მერს შეხვდებიან, ასევე ვიზიტის დასრულებამდე ისინი ქალაქის მშენებარე ობიექტებსა და ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ.